ჭერესებს. აქედან შანსი აღარ მაქვს, ყველაფერზე შეგიდული ვარ. ამას შეხედეთ ხალხო. ძალიან მაგრამ იდის. ჩემპიონი ყავს ხალხო. ჯეკო ხელი გაუშვირე, ჯეკო. ეხა გაწყდება კავშირი ხო? ამოვიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზავის ღილაკი და კიდე რა იყო? ბუმ! სახელოსნოში ვარ, მუშა ფორმაში და რაღაცა ვერაგულმა იდეამ დამარტყა თავში. ესე იგი, ეს კრაულერები, მაღალი გამალობის მანქანები ხო ყველამ კარგად იცის და ჩვენი გასვლების გინახავთ და ხვალ გვაქვს გასვლა და ბიჭებმა მოკლედ გამოდიო უეჭველი ერთად გავიდეთო და თან რამდენი ხანია არ გავსულვართ, არ გადაგვიღია და მოკლედ ეგეც საუბრები გქონდა და გადავწყვიტეთ რა, მე ძირითადად ეხა გადართული ვარ რაღაც ბაგებზე, შორტ კურსებზე, რაღაც სწრაფ მანქანებზე ვარ გადართული მაქსიმალურად ბოლო დრო. მეტი ექშენისთვის და ჩემ მეგობარს ბახოს ჩამოუვიდა, აი ხა მე მყავს რაპტორი რა, ეს არის ტრექშენ ჰობი. და იმას ჩამოუვიდა რამის დოჯის, ხო იცი, დიდი და უეჭველი ეგ წამოიღეო, რომ აი პირველად ნახოთო თან შევადაროთო, მოკლედ ჭკუაზე არ არის რაღაცებს ალაგებენ, მაგრამ მე როგორც გითხარით, ვერაგული იდეა მომივიდა და ეხა განახოთ რა გადავწყვიტე. ესე იგი, ჩემ პირველ რიგში მახო უნდა მოვატყუოთ იმით, რომ ეს არის სლეშის ბოდი არის და ამას გადავღებავ ზუსტად წითლად და ბარემ როსოკორსა არის ფერარის წითელი ვინც არიცით მზად მაქვს და ამას შევღებავთ წესით დაემსგავსება იმას და გადავწყვიტე რომ მოკლედ ისევ სლეში უნდა გადავაკეთო ეგეთი რამე აი საერთოდ არ მინახავს რომ ვინოს გააკეთებინოს სლეში მინდა გადავაკეთო კრაულერად რომელი სლეში ავარჩიოთ ეხლა ვფიქრობ რომელი ავარჩიო ოპა მე მგონი უკვე ვიცი რომელიც უნდა ავარჩიო და ისიც ვიცი რატო. ნახეთ, ამ სლეშზე აქ მაქვს ეს რკინის წესთ ალუმინი არის hot racing-ის. ხო, აი აქაც ალუმინია, ანუ ოდნავ დამძიმებულია. წინ ცხვირში უკვე მეტი სიმძიმე გვექნება. როგორ მაინტერესებს იმათი რეაქციები. ხო ვიცი დაიწყებენ ეს, მაინც სლეშს არ გასცდა და რაღაცა. მოკლედ მაგარს იწუწუნებენ ზუსტად ვიცი რა. ჩვენი სლეში საოპერაციო მაგიდაზე. და რას მთავარია, ეხა გაშრობას რადგან დიდი დრო უნდა და ხვალ, ესე იგი 12 საათზე გასვლა. პირველ რიგში დავიწყოთ შეღებით. და წერა კიდე სანამ ჩემ ვიდეოგრაფი მოვიდოდა, ესენი რომ ფანჯრებიც არ შევღებოდ და ღია რო დავტოვო რა, როგორც ნამდვილი შუშები არის ხოლმე. ეგენი წინასწარ დავაკარ. ეხა დავიწყოთ საღებავის დასხმა და სანამ ეს გაშრება, ნუ თან ამას რამდენიმე პირი მოუწევს, იქამდე მე გავაკეთებთ ამას და დავიწყოთ შეღება. პირველი ფენა ურჩით დაველოდოთ და ალბათ ერთი 4-5 ფენა მაინც დაჭირდება რომ კარგად გამოვიდეს. პირველი ბოდის დამჭერები რა თქმა უნდა სხვა გვექნება და ამას ბარემ ეხლა მოვიშორებ. უნდა ვიპოვოთ სტანდარტული დამჭერები. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე რომ მაინც ამაში ჩავდო Fusion Pro რომ მაქსიმალურად დავამსგავსო კრაულერს. ესეც ამოვიღეთ. აჰა, всё. იესისგან გავათავისუფლეთ. ახლა ძრავის ჯერია. წინასწარ მეცინება როგორ მაინტერესებს იმათი რეაქცია. ელოდებიან ახლა მივალ კრაულერით. მაგრამ პრინციპში მივალ კრაულერით რა, რატომაც არა. სლეშ კრაულერი რაღაცა უნდა დავარქვათ ამ მანქანას. აქ ერთადერთი პრობლემა, რაზეც მექნება მე წინასწარ ვიცი, ეს არის გადაცემების ამბავი. გამომდინარე იქიდან რომ სლეში ისეთი გადაცემებით არის რომ სწრაფი იყოს. და ჩვენ ეგ არ გვაწყობს. всё ამოვიდა ის ძრავი არის სამიანი ღერძით და მე მინდა რომ ეხლა იმ სამიანი ღერძისთვის მაქსიმალურად პატარა პინიონი ვიპოვო. ვინც პინიონი არიცით რა არის? აი ეს არის პინიონი, ნახეთ, ძრავზე რაც მაგრდება. ხო და რაც პატარა იქნება, მანქანა უფრო ნელი იქნება და კრაულერის მუღამი ის არის რომ ქვაზე რო კარგად გადაბობღდე, ასე ვთქვათ, ნელი კონტროლი უნდა შეგეძლოს. ოპა! ნახეთ რა ვიპოვე. აუ ეს გამიხარდა. ხორი ამაზე პატარა. კი, რა შედა. ოპა, всё. პინიონი გვაქვს. ჩავრთოთ.
რეაქცია არ აქვს. აი, რადგან არ ჩაირთო, ეხლა ამ ყველაფერს ისე გავხსნი, რომ იცოდეთ Fusion Pro-ებზე ესენი ფუჭდება ხოლმე და მაინც გაითვალისწინეთ და ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა მე ხო ჩართული მაქვს. ეხლა ამ ორს ერთმანეთს თუ შევახებ, აი ორ წითელს, მაშინ უნდა ჩაირთოს. აი, ჩაირთო. კაი, შევკრათ. მუშაობს. მუშაობს. всё, მშვენიერი. მეორე პირის დროა. გარეთ შრებოდა თორე აქ აგვაყროლა. რაღაცნაირად კარგ საღებავს მივაგენი. კარგი დაფარვა აქვს მომწონს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, რაც აუცილებლად უნდა გავუკეთოთ. ეს არის lock time, ვინც არიცით. სხვათა შორის ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ. მის დანიშნულებაა, რომ რკინაში აი ეს მაგალითად შურუპი თუ რასაც მოუჭერთ, მოკლედ არ ამოვიდეს რკინიდან და ჩარჩეს შიგნით. იდეალურად დადგა. სხვათა შორის ვინც არიცით, slash-ის დაშლა აწყობაზე სრული ვიდეო მაქვს გადაღებული და თუ ვინმეს ყავთ ეს მანქანა და რაღაც პრობლემა აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადღაც ამოვანათებთ მაგ ვიდეოს აუცილებლად. მოდი ახლა ის გავაკეთოთ, რომ ჩავთოთ და ნახოთ რას იზამს ჯერ ასეთ მდგომარეობაში. slash-ი ესენი ალარო დადიოდეს ხალხო. კბილა ნახე. შეხედეთ. იმე რა მაგარია ხო არ გადაო. ოპა, და პრობლემა სად გვაქვს მეგობრებო? ჯვარედინზე დადგა და რა თქმა უნდა არაფერი არ გამოდის. რას ვაკეთებთ? ეხლა წამოდი, საინტერესო რაღაც უნდა განახოთ. აქ როგორ მივწვდე? ესე იგი, ეს არის ბლოკირება. აქ ხდება ეგეთები, ასე რომ ეს არ ამოჭრა, იცოდე? ეს არის 100%-იანი ბლოკირება. ხო და ამის მეშვეობით ჩვენი slash-ი 100%-ით დაიბლოკება. კოდე იქ ვიღაცებს რო ეგონებათ იქ ღია ხიდით მივდივართ, ნუ რას უკაცრავად რა. ხო და თქვენს არხი გამოიწერეთ. ზარისღილაკის გააქტიურეთ და რას ვთავარია კიდე ლაიქებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არ დაგავიწყდეთ. ესე იგი თავის დროზე რო არ მქონია ესეთი 100%-იანი ბლოკირება, ნახეთ რა მიქნია ხალხო. წებო ჩამისხი ეს არც მახსოვდა როდის ვქენი. არ იყო ინფორმაცია, არ იყო საშუალება, არ იყო რა ვქნა, აი. ხო და ესე ჩავასხი და გამოვიდა და ესე იგი წინა ბლოკირებაც გვექნება, უკანაც გვექნება და აბა ისენი სულ გააფრენენ, რატო დადის შენი slash-ი ასეო. ჩადუღებული ხიდები თუ არ მეგობრებო? აჰა, всё, ერთი ხიდი მზად არის და ამას უნდა თავის შურუპები და წესაქმა აქვს ეგეთები, არ უნდა იმუშაო ხელთათმანის გარეშე. მოგიწოდებთ ყველას რომ ხელთათმანის გარეშე არ იმუშაოთ, იმიტომ რომ მე ჭუჭყენ ხელები გექნებათ. დაუტიანი ხელები გექნებათ და ცუდია. სხვათა შორის ძველ ვიდეოებში ჩემი და ხელთათმანების ურთიერთობები ძალიან უცნაურად გამოიყურებიან ყოველთვის. ორივე დიფერენციალი დაბლოკილია, უბრალოდ ჩემნაჩალჩელ ვერსიას წინ დავაყენებ, რომ უკან მაინც მეტი დატვირთვა იქნება და იმ ქარხნულ ვერსიას უკან. რას თავარი ამ დროს ერთ-ერთი თავარი და აუცილებლად გასაკეთებელი მომენტი არის, ნახეთ რა, უნდა მოხსნათ სუხოი ამორტიზატორები, იმიტომ რომ ეს უშლის ხელს რომ კარგად იმოძრაოს. ესე იგი ისენი რომ მოხსენი, ნახეთ რამ ხელას გაეზარდა ფლექსი. ფაქტიურად თავამდე აქვს რა. რა თქმა უნდა, ეს არ არის კრაულერის საკმარისი ბოლომდე, მაგრამ მგონია რომ ჩვენ სიტყვას მაინც ვიტყვით. სხვათა შორის ბარემ აქვე გეტყვით რომ ძალიან მაგარი პროექტები მაგ გეგმაში 40,000 გამომწერზე დაპირებული პროექტი, რომელსაც თქვენთან ერთად გავაკეთებ და იმედია რომ მალე ავალთ მაგ გამომწერებზე, რომ ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გავაკეთო. მართალია, დეტალურად არ მithქვამს, მაგრამ დამიჯერეთ რომ მაგათ გესიამოვნებთ.
ბლოკირებები ჩაყენებულია, მაგრამ კიდე უნდა გადავავლოთ ჩვენ იმას ერთი პირი. სანამ ამას ვღებავთ, თქვენ არხი გამოიწერეთ. ეხლა კი დროა ისევ გავტესტოთ და ვნახოთ ის სხვაობა წეღარ ვერ გააკეთა. მეც ისე მაინტერესებს, მეგობრებო, მე თვითონ იმდენად მაინტერესებს. არ ჯერ ხო ის მაინტერესებს იმათ რეაქციები, მაგრამ თან შედეგი წავიდა. წეღა ხო გახსოვთ როგორ წვალობდა? ეხლა უბრალოდ. ესე იგი ერთი ამბავი გავიარეთ, პრინციპში ბამპერი გვინდა. სხვა სლეშს მოხსნათ ბამპერი და უკვე დანარჩენზე უნდა ვიზრუნოთ რა. რაღაც ბამპერიც ვიპოვე. ბარემ დავაყენოთ. გადაშორის ბარემ ერთ ძალიან მაგარ ინფორმაციას გეტყვით. ვისაც გიყვართ, ასე ვთქვათ, მანქანის, მაქსიმალურად ამოწურვა იმ შესაძლებლობების, მაგალითად, რაც ამ ძრავს აქვს. ეხლა ნახეთ, რამხელა პრობლემა აქვს ტრაქსას. ნახეთ? აი ეს ხმა არის წინაღობა, არ მიშვებს. ესე იგი, ტრაქსასი, როდესაც ისეთ ელექტროობას უყენებს ამ რადიოს, რომელსაც მაინც და მაინც ძალიან არ ჭირდება ეს მგრძნობელობები. იქ ოკეი, წავა. მაგრამ აქ ისეთი საოცრება გვიყენია, რომ აქ ჭირდება უკვე სხვა დონე. ამიტომ ავიღეთ FlySky GT5 და ეხლა ნახეთ აქ, ხმებს ვერ გაიგებთ. ის რას მეკეთებს ცი? უცებ გადამაგდებინებს ესე და ვეღარ ვმართავ მანქანას. ამიტომ ეხლა გადავიყვანოთ იმაზე. ამ რადიოზე ჯერ გავაკეთოთ ბაინდი, გადავიყვანოთ ამ რადიოზე და ბევრად კარგი მართვადობა გვექნება. ძალიან კარგი, აბა გაზი. სუსხვა არის, მეგობრებო. ეს ხმა არ მომწონს, მაგრამ მეზარება სპორის შეცვლა იყოს თან რკინა, კაი გამძლეა. შემდეგი ამბავი არის, რომ ავაწყოთ ეხლა ჩვენი მანქანა და გავხადოთ ისევ წყალგამძლე, რომ იქ თუ დავაპირეთ წყალში ჩასვლა, არ გაგვიფრჩნდეს მანქანა. თუ გსურთ, რომ დარწმუნებული იყოთ, რომ წყალი არ შევა შიგნით, ანუ ზოგი მაგალითად აკეთებს ხოლმე სილიკონებს რაღაც, მოკლედ აწებებენ შიგნით და არ არის კარგი ის. სპეციალური სილიკონი არის, რომელიც არ შრება და არ დაწებდება და ახლა ნახეთ, ამ ადგილზე, საიდანაც შანსია წყლის შეპარვის, უბრალოდ ესე წავუსვამ, ეს გადავანაწილებ. ბევრი რო გითხრა ძალიან არ სჭირდება, ესე. და ახლა დავაფაროთ და ეგ არის, მშვიდად ვიქნებით, რომ წყალი არ შევა. ჩვენი სლეში ნიო ფაქტიურად მზად არის. ყოველ შემთხვევაში ერთი მთავარი ეტაპი რაც იყო ის გავიარეთ და ახლა უკვე ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ბოდის მორგებაზე და მსგავს საკითხებზე. კი არა და ჯერ საბურავები მოვარგოთ და მე მოვარგოთ იმას უკვე ბოდი რომ მთავარია რომ საბურავები იყოს ისე როგორც საჭიროა. ვიმედოვნებ რომ ის საბურავი და დისკები რუბიკონზე რო გვიყენია უხდება ჩვენს მანქანას. ისე არის დამძიმებული რომ მე მგონი გრადუსებზე ძალიან თამამად ვიქნებით. პირველ რიგში მოვარგოთ ჯერ ერთი ცალი. ეხლა უკან ამის მორგებას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, უკან მარტივად მიდის რა. ნახეთ, ეს ადგილი აქვს ვიწრო და წესი და რიგით, ნახეთ, უბრალოდ დაჯდება ჩვენივრად უპრობლემოდ. მაგრამ რაც შეეხება უკვე წინ, არ ვიცი და ერთად ვნახავთ. დაჯდა მართლა არ მეგონა. ეს კაი ამბავია, მაშინ გაგვიმარტივდა სიტუაცია. ნეტა ესე მარტივად კეთდებოდეს დღეს რომ რაღაცები მარტივად მომიგვარდა. ერთი წამი არ ვფიქრობდი რომ ასე მარტივად გაკეთდებოდა ეს საქმე. ამას შეხედეთ ხალხო და მაგრად დამძიმდა. მონსტრი გახდა ჩვეულებრივი, შეხედეთ. ერთადერთი ახლა რაც აქ უეჭველი შესასწორებელი გვაქვს ეს არის რა. ნახეთ თუ დააკვირდებით სწრაფი სიარულისთვის და კარგი მანევრისთვის რა. საბურავები არის ესე გაშლილი რა. ეხლა მაგასაც ცოტათი დავაკორექტირებ. მაგ მომენტმაც ხელი არ შეგვიშალოს კარგ მართვაში, რომ ბიჭები მაქსიმალურად გავაგიჟოთ. ყველაზე მეტად იცით რა მინდა? რომ მე ამით მივიდე. და იმათ კრაულერებს სახი ავახიო, იმენა მაგარი მუღავი მაქვს მაგის. აბა ვნახოთ. მე იქნება ლეგენდები ჩემი სლეშ კრაულერის შესახებ. მეტი ფლექსისთვისაც კარგი იქნება. ცოტა შეგვიძლია შემოვწიოთ. ძალიან მაგარია.
მაგარ ვიძეა. ძალიან მომწონს. კაი, ვეღარ ვითვენდა სანამ ბოდის დავაყენებ თავზე. მოდი გრადუს ტესტი გადავიღოთ. ეს ჩვენი გრადუს ტესტი და სხვათა შორის აი იქ ჩაეწერება, რა თქმა უნდა, ჩვენი სლეშის ამბავიც და აი რას დადგება იმით დავიწყოთ ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე. ესე იგი 50 და 3 გვაქვს და წავედით. ანუ მე შემიძლია ესე იგი drag break-ი ვერ ერევა. ესე იგი შემიძლია რომ გაზი თავიდე. ესე იგი 52-ზე არის ჩეროკი დგიო. ხო და პირდაპირ 53. 53 და 3, ოკეი. ვაიმე 53 და 3-ზე აფრინდა ეს მანქანა. 57, წავედით 57-ზე. ცუდად ვარ რა მაგარია. 57-ზე ისი ადის თითქოს 59-ზე არის ვახო 6-6-ით. 59 და 1. ანუ თუ ავედი ვაჯობე. წავიდა. გთხო სლეშ. მოიცადე? ისენი მედება. ბრეს გავიკევი. ბრეს გავიკევი კი არა, ძალიან დიდი ბამპერი გვიყენია უკან. წავიდა. ხო არ გადაობ. ესე იგი 59 და 1. ეგრეა? ანუ გადავინაცვლეთ შემდეგი 60. 60 და ვჩერდები. всё. ანუ მეტიც რომ შეეძლოს ვჩერდები იმის გამო რომ მე ვიღაცას გავუშვებ იქ და ვნახოთ მე კიდე შემდეგი წავიდა. აუცა მაგრამ იდის. ჩემპიონი ყავს ხალხო, ახალი ჩემპიონი 60 გრადუსის სლეში. ესე იგი ეხა ჩემი ხელით მე დავწერ 60 გრადუსს და მე მოვიდნენ და შეეჯიბრონ ჩემს სლეშს. აჰა, მოვაწეროთ ხელი სლეშ კრაულეს ჩიკი. всё. კახა. და რა თქმა უნდა 60 გრადუსი. აი ესე. აჰა. კაი, ესე იგი ახლა ის გადაგვრჩენია, რომ აზრი რატო? ეს რატო მეშლება ხოლმე? აზრს რატო ამბობთ? თუ მე მგონი მეძინება ხალხო. მოკლედ. აი, ნახეთ როგორ ვძვალობ, როგორ ვიღლებ. მარტო იმიტომ რომ არხი მინდა გამოიწეროთ. ხო და ეხა ბოდის მოვიტან და ნახოთ რა მდგომარეობა. მოვიტანეთ ჩვენი ბოდი და ეხა აქედან ხო გონიათ რაღაცნაირი ცუდი ფერი დაждდა. სინამდვილეში ნახეთ როგორი ფერი იქნება. აქ აქვს ზემოდან ის რა ქვია. რა ქვია ცელოფანი და უნდა ავაძროთ და მოდი ეხლა დაახლოებით ვნახოთ ტიპი. აუ იმენა მონსტრია. ხო, ცოტა არ იყოს და მაღლა მოუნდება აწევა დაჭირდება მოუნდება რაღა იყო. გადავწყვეტეთ რომ მოვხსნათ. უკანა ბამპერი. რა შეეხება წინა ბამპერს ტოვებ ეხა რის გამო. იქ სადაც მივდივართ ქვები იქნება და ამას გამოვიყენებთ იმისთვის რომ აი გადასრიალდეს ხოლმე, ასე ვთქვათ, იმეებზე რა. რას თქვით? მე მგონი ესე ჯობია, მე მგონი კი არა ხო, ჯობია. ბოდი მოსარგებია და ვფიქრობ ერთი ჯადოსნური მოძრაობით შეგვიძლია მოვარგოთ ბოდი. ბუმ! აი ესეთი გამოვიდა ჩვენი რაპტორი, მე მგონი კარგად გამოიყურება და ეხლა აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ჩვენ გრადუს ტესტი. გამომდინარე იქიდან რომ ეს ბოდი არის ძალიან მძიმე და უკან დაეკაჩება და სავარაუდოდ კარგად მოგვაკლდება გრადუსები და შევამოწმოთ. 58 და 4 ვნახოთ. ესეც იმიტომ რომ იქნება ნოდარს ვაჯობოთ. ხეცი ეს მანქანა. ხო, ნუ ეხა უკვე ცხვირი ისი აწია რომ 59 მე მგონი ზედმეტი იქნება. წავიდა. არა, გამორიცხულია. მოკლედ ნოდარს ვაჯობეთ. მართალია რომ ჩემით დავიქვეითებ თავს, მაგრამ ნოდარს მაინც ვაჯობე და ნოდო, მოდი. 50
18 და 4. და ეხლა ნახე რა უნდა განახოთ. ხეცია ეს მანქანა. მიდი, ვითომც არაფერი. დავაი, ბაგისაც გადავუაროთ. ესე იგი, სლეში არის მონსტრი, აი მართლა მაგარია. შეხედეთ რამდენი მყავს. ესენი არის ყველა სლეშები. და იცით რატომ მყავს ამდენი? იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მანქანაა და ისიც ძალიან მაგარი იქნება. ეხლა არხს რო გამოიწერთ და ზარის ღილაკსაც რომ გააქტიურებთ. შეიძლება ბიჭები მოვიდნენ და დავმალოთ მანქანა რომ არ ნახონ და ბარემ ერთიანი ეფექტი იქ ვიხილოთ. დააფასეთ პაჯეროიო, აი წყალზე ვერ გადმოდიან და უკვე მეორე კაცი გადმომყავს. მესამე პოტენციური იყო და ჩავარდა. და ესე იგი, ნელ-ნელა ვიკრიბებით, დაგათვალიერებინოთ მანქანები. ჯერ კიდე მოიყვანენ. ესე იგი, ეს არის Made in Jeko. ეს არის G-Classic ოდინის. ეს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანად აწყობილი მანქანა. ბავშვებს რომ მოწონთ. ეს ჩინელი კრაულერი და ეს ძალიან ჩინელი კრაულერი. წამოიქითავს ნახოთ რა ხდება. ეს რა არის? აქსიალია თუ მოაქსიალო? ეს არის უაქსიალეს. აი მე ჩვენ პოდიში რა. ეს MN რა არის ეს? ბიჭო, ვერ ვიმახსოვ. MN 82. ეს ვინ არის? ინჯორა. ეს არის ჩინური ინჯორა. ეს არის ინჯორა, მაგრამ სხვათა შორის ინჯორა კარგი არ გეგონოთ. ჩინური ეძახი და ხარისხიანი ჩინურია. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მაგარი მანქანა აქ არის ეს. ჩაადგება. მაიზ დვალოს რომ მოხდაი, იმენ 10 კაცი დგას და დვალოს ხდება უეჭველი. კაი, მეც გადმოვიღებ ახლა ერთ მანქანას. აი. დათო მოდის ამ მანქანით. ვაჩვენოთ. ხო. აიდე, მზად ხართ? აი, თქვენს გამოდით აქეთ რა. რეაქცია მართლა გამოდით აქეთ, რეაქცია მაინტერესებს. ხო მზად ხართ? მოდი, ჩაიხედე, მოდი აქ. დღეს ისეთ რაღაცას ნახავთ, რაც არ გინახავთ ცხოვრებაში. თქვენ კი არ და მეც არ მინახავს. Fusion Pro. წინ hot racing-ის დამძიმებით. თავის ეს ეკრანიც დამძიმებულია. ამებში სიმძიმეებია ჩალაგებული. Flex-ი ნახეთ. Flex-ი უმებლატო. აუ, გადაგივლი ზედ უნდა მოსოვიყო. 2 და 2-იანები და შეხედე. და გრადუსებში იცი რა გიქნათ იმე ვაფშე ყველა სახე აგაღიათ. თავიდან ბოლომდე. მოგადამრი ამისი ფლეშკი ნა. ფლეშკი. ფლეშკი. მიდი აბა, რა ნახო? ფლეშკი. აბა, всё? всё? შენი მაგაზე მაღალი იყო? ფლეშკი, მომისმინე ახლა. აბა, ფლეშკი უყურე? აჰა. პატარა მანქანას დადი. აჰა. ამაზე მეტი გაქვს? მაგ. რა მე ადის, აჰა. აი, ეგ არის. ეს არის შენი მაქსიმუმი. მე არაფერის ბავ, მე სლეშით შენზე მაღლა ავალ კიდე. შენი არ ავიდე. შეხ რა, ავიდა. აბა რა ქნა, ბიჭო? ჰა? წინ ავიდა, რა მნიშვნელობა რომელიაო? სამი საბურავი მიწაზე ხო უნდა იყო. ვერა ხვეთი დაგინახე ხელში გეჭირა წამოთ.
ბიჭო, სლეშით მოვედი 4 და ფლესკი თავზე გადაგაღუნე და 4 საბურავზე დგები 4 ხო და ის ხაობაც ეგ არის მე ფლექსი მაგ და შენ ფლესკი რა და მორჩი ეხლავით აი მახო როგორც ყოველთვის ან აგვიანებს ან ჯაჯხანებს ან ტვინშამს ან კიდე სწორად ვერ მართავს ნახე 12-ზე კი არა და პირველზე უნდა ყოფილიყო აქ და 2:31 წუთია არა მე ხო კაი გაქრაულებულით მაინც წამოვიდე ის რა შვება ხო არ იცი დღეს ნებისმიერს გელოდებით ვაპირებ რომ დავამტკიცო რომ სლეში არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მანქანა და აი ეს კრაულერები მინდა გადავიმტრიო მუხლზე და რა ჩელენჯის გინდათ მომიფიქრეთ სათითაო რაში სულით რომ თქვენი მანქანები არიან მაგრები აი იმ ჩელენჯში უნდა გადაგიაროთ ჩემი სლეშით მახო ეფექტი მოახდინე მიდი ჩაადგი Ha, давай, რამდენი 5? Წავიდა. 5 და 50. ო, ნახე ვარ. აბა, წავიდა. ეს ნახე რა. 4 და 560. აი! არ დაგაგუროს. ღმერთო ჩემ. არის 8 კილო. 7 და 93, 8 კილო. 2 2 კილო 4 ნახევარი 6 არა ეს კაი იმაზე ყოფილა ჯანზე 7 და 130 კაი 6 არა ესეც კაი მძიმე ყოფილა 4 და 750 ვის ბიჭო ნამდვილი ოფროუდი თუ გინდათ აი აქ ვარ მახო თუ დაგჭირდება მითხარი ჩაგიბავ დავწავდა შენაჩაღა კარგად დააკვირდით როგორ ამოვიდა ჩემი სლეში და ეს მოლურჯო არსება როგორ ამოდის კი როგორ წამებით? ჩამდენ. წვალობენ ბიჭები, წვალობენ და სლეში აი აქ არის მეგობრებო. ჩეკო თუ დაგჭირდება მოგაწვევი ხოლმე. წავიდეთ? ავიდა? მატოზას დამუღავებული აქვს უკვე წინასარი ჯერს. ავიდა, ჩაადგი. არა. ეს ვერ წავიდა. ავიდა. ისე წამოვიდა. ვა, ბიჭო, მოიცადე? არა, უჭირს, ძალიან უჭირს რა. აბაროტიც არ. აუ, არ უნდა მომეღო ის სენსორული ძრავი.
აბაროტი არ ყოფნის ძალიან. ზრავი ვერ მიქაჩავს, ხო არ გადავ. მარა არ ყირავდება, ბიჭო. აი ეგ აქვს მაგარი რომ არ ყირავდება რა. არა, ზრავი ვერ ქაჩავს. ამ ჩალენჯში ჩავფლავდი. აუ, რატო არ იმას ხენი რა, დამეყენებინა რა ის. გაგრილება უნდა დამეყენებინა. ბიჭო, სუნი აუშვა, ხო ხადაო. Fusion Pro სუნი აუშვა. ესე იგი, ამაში უნდა გავკეთებინა ეს რაღაცა რა. ან დიდი ძრავი უნდა ჩამეყენებინა, მაგრამ ეს შეგეთ დიდი ძრავი უნდა ჩამეყენებინა. ისე თავისი ის რაც ამოვიღეთ იჭობდა, მე მგონი უფრო ძლიერია სავარაუდოდ. ცადო გამის. ვარი ჭერს შორს და უყურე. ჯეკო ხელი გაუშვირე, ჯეკო. ეხა გაწყდება კავშირი, ხო? გაწყდა კავშირი. აი შენ ნოდო. აი ხوادი ხარ, მაგრამ აი ესე როადი ხარ. თელი არსებით ეგ მომწონს. მისმე გვერდში დგომას გრძნობს. აქედან შანსი აღარ მაქვს ყველაფერზე შეგიდული ვარ. მაგრამ პირველად არის ჩემ ცხოვრებაში რომ ამ აღმართზე ხელი დამყავს მათანა. მახო? ხო. მახო. აბა ჩემსავი თქვი ისა. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ. აბა მიდი. შენსავით არ შენ. მიდი რა გეხოცები, აბა მიდი თუ იტყვი. გამოვიწერეთ არხი, გააქტიუროთ ზავის რილაკი და კიდე რა იყო? დალაიქეთ ვიდეო, ხო. ლიპო უფრო დიდხანს ყოფნის თუ ძრავი? ჰა? ლიპო უფრო დიდხანს ყოფნის თუ ძრავი? აქ იწვალა ხო ჩემო ძმამ? პრობლემა არ არის. გადავცადო თუ ეს? მოიცადე. ჯერ ესე ვცი. გავწურე. წავიდა. არა, აქ დამეტანია. ესე წამოვა, როგორც ყველა. წავიდა. Просто მიდის რა. აუ, არა, ძალიან მომწონს. სხვა რა ესე იგი გადავწყვიტე რომ ეხა ეს სატესტო ვერსია არის. გადავწყვიტე რომ ეს უნდა გავაკეთო მაგრად. ნახე რა კაია, ხო არ გადავ. რა ბევრად მარტივ არ გადაგ. ოგო მე პროსტა ავული რა. ხო ხდები, ანუ ეს გართობა არის. ხურდები ჯერ. დავაი, წავიდა. რა დაიჭირები ჯო? პირდაპირ სახე რო ეს. ანუ ხიდები გათიშული მაქვს. მაშინ ბოდი შედება. იმ ბოლო სიტყვა თქვი. სერვომ იმენა შენ ხო არ გააფრინე რა კრაულინგი მოინდომეო და დაამთავრა სიცოცხლე. არა, მოიცა. არა. რაღაცა ვერ ახავს, ვერ გავიგე რა. სამურავი
წინა საბურავის გამძვრა. ხოდა ვერ მეგონი კარო. რაღაც აღარ მუშაობს და საბოლოოდ დამბოს რადიო შებრჩა ხელში. აი ხმარ. რაღაცა ნიტუარე. არა, უკანა ხიდია, უკანა ხიდს არ გქონდა, ცენტრალური არ არის, უკანა ხიდს. რა აქვს მოფიქრებული, თვალოს შეხედეთ პროსტა რა შალიჩოს. შიახე. ორბას ნედაუჭი. საბოლოოდ საბურავის მომძვრა და აი ესეთი დახმარება მყავს. და კიდე იქ ვარ ჩასასვლელები და ესე იგი, მიწოლაში ვეჯიბრებით. ჩელენჯი გვაქვს. დღეს რაღაც წითელი რამე ძალიან იქაჩება და ვნახოთ. მზად ხართ? ო, დაიჩაგრა რამე. ო! ჩვენი კროსარსი ჯერჯერობით და უმარცხებელია შემდეგი, მიდი. მოიცა, ვისკი არა. თხები ხო არ ხარ დაეჯახოთ. ო, всё. ხიდები არ გააფუჭოთ. ის რაღაცაში არ გავიმო. ია, მაიცადგა. აი. ესე იგი, ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა, ბევრი ვიცინეთ. მოკლედ, ძალიან გავერთეთ, იმედია თქვენს მოგეწონათ ეს ყველაფერი. ერთი რაც სტრესზე შეიძლება ვთქვა, მომხმევ სისტემაზე უნდა მეზრუნა კარგად და ძრავი მართლა არ მეგონა რომ ესე ვერ გაკაჩავდა. ისე მოვიხიბლე და ამას მივიყვან ბოლომდე და მე კარგად განახებთ კიდეც. სხვათა შორის ეს მანქანა საქართველოში პირველად არის და უეჭველი გადავიღებ ამის ტესტ დრაივს თან კონკრეტულად ამ მანქანისას, თან ისე როგორც საჭიროა. და სხვათა შორის მე მგონი თქვენს ნახედად მოგეწონთ, იმიტომ რომ რაღაც აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი გაიჩნდა, არ ველოდი ესე ძალიან მაგრად თუ ივლი და მით უმეტეს უბრალოდ ბაზის სიგრძეს შეხედეთ. რავი, მოკლედ მაგრადი არა რა. თქვენ კი რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ზარის ღილაკის გააქტიურება, ლაიქიც და კიდე შეგახსენებთ რომ Facebook-ზე გვაქვს ჯგუფი არსი community Georgia, სადაც შეგიძლიათ დაემატოთ და ჩვენი მანქანების და ჩვენი არსი ყოველდღიურობის შესახებ უფრო მეტი გაიგოთ. პაკა.